გამარჯობათ, კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ნევილის ტაროლოგიურ გვერდზე. მათ ვინც არ იცით, მე ვარ ტაროლოგი, ეზოთერიკოსი და ასევე მაგიური მცენარეების წიგნის ავტორი, რომლის შეძენაც შეგიძლიათ ბიბლოსის ყველა ფილიალში, ასევე ლატერნას მაღაზიაში და რუსთაველის 16-ში. დღეს გვექნება გაშლა ესეთი სახელწოდებით ამ მომენტისთვის, რა ენერგიებში ვიმყოფებით. Ყველა ადამიანი ცხოვრების რაღაც ეტაპზე გარკვეული სახის, ასე ვთქვათ, ცვლილებებს გადის, გარკვეული სახის ენერგიებში და შესაბამისად მიიღეთ ინფორმაცია ამ მომენტისთვის რა ენერგიებში ხართ, ან ზოგადად რა რჩევა არის თქვენთვის გასათვალისწინებელი. ვარიანტების რაოდენობა როგორც ყოველთვის იქნება 3 ვარიანტის კატეგორია, 3 ვარიანტი, 3 ადამიანი, შეგიძლიათ თქვენი ახლობლებზეც ჩაუთქვათ, პირადი კონსულტაციებისთვის მიკავშირდებით Facebook-ის ან Instagram-ის გვერდზე. მან შესაძლოა პირველი ვარიანტის წარმომადგენლები ამ მომენტისთვის რა ენერგიებში იმყოფებით, მეორე ვარიანტის წარმომადგენლები ამ მომენტისთვის რა ენერგიებში იმყოფებით და რა თქმა უნდა მესამე ვარიანტის წარმომადგენლები. შეხედეთ კარტებს, აირჩიეთ სასურველი ვარიანტი, მათ ვინც ვერ მოასწარით არჩევა, შეგიძლიათ რომ დააპაუზოთ, მე კი დავიწყებ პირველი ვარიანტის წარმომადგენლებისთვის. პირველი ვარიანტის წარმომადგენლებისთვის ამ მომენტისთვის რა ენერგიებში იმყოფებით. ეს არის პერიოდი, როდესაც პირდაპირ მნიშვნელობით თქვენ უნდა გადაახარისხოთ გარკვეული სახის, ასე ვთქვათ, სიტუაციები თქვენ ცხოვრებაში, რა გჭირდებათ, რომ რეალურად გაუშვათ იმისთვის, რომ სამომავლო სიტუაციებში იყოს თქვენთვის უფრო მეტად ნაყოფიერი სიტუაციები. იცი როგორი მდგომარეობა არის, როგორც არ უნდა რთული თემა იყოს ამ მომენტისთვის თქვენთვის რაღაცა კონკრეტული გადაწყვეტილებების მიღება, კონკრეტული, ასე ვთქვათ, საქმის გადაჭრა, ხო, უფრო მეტად სიმტკიცე გამოიჩინე. ეხლა არის შენთვის გარდამტეხი პერიოდი ცხოვრებისეულად იმ თვალსაზრისით, რომ პირდაპირ მნიშვნელობით გასაყარი სიტუაციაზე ტრიალებ. შენ თუ ეხლა გარკვეული სახით შეძლებ რომ მიიღო სწორი გადაწყვეტილება მაქსიმუმ უახლოესი 3 თვის განმავლობაში ინფორმაციულად რაც მოდის ისეთი გრანდიოზული ცვლილებები გექნება უკეთესობისკენ რომ შედეგი არ დააყენებს. პირდაპირ მნიშვნელობით შენთვის იქნება როგორც მოსავლის აღების მდგომარეობა რაღაცა რთული პერიოდის შემდეგ რომ მიიღო გასამრჯელო, ხო? ერთადერთი ამ მომენტისთვის, რასაც გჭირდება და რასაც სამყარო შეგანითხავს, მიიღე უფრო მეტად ლოგიკური გადაწყვეტილება, უფრო მეტად სწორი გადაწყვეტილება, არ შეგეშინდეს გასაშვები ადამიანის გაშვება, ხო? ნუ მიეჯაჭვები რაღაცა კონკრეტულ სიტუაციებს. ეხლა ხარ პირდაპირ მნიშვნელობით არჩევანის წინაშე მდგომი. დამატებით, მოდი რჩევა შენთვის რა იქნება პირველი ვარიანტის წარმომადგენლებისთვის ვნახოთ. არსებული სიტუაციის კუთხით შენთვის რჩევა რა იქნება? ორი კარტი ამოვიდა ერთდროულად. გახსოვდეს, რომ იმისთვის, რომ რაღაცა კონკრეტული შედეგი მიიღო, გჭირდება გარკვეული სახის ქმედებები. როგორც არ უნდა შენთვის სიფრთხილის, ასე ვთქვათ, გათვალისწინება იყოს, როგორც არ უნდა ფრთხილობდე, ადრე თუ გვიან მოგიწევს გარკვეულ საკითხებზე და ადამიანებზე და სიტუაციებზე უარის თქმა. შენზე არის დამოკიდებული ამ მდგომარეობას, ამ ტოქსიკურ სიტუაციებს ეხლავე მოუღებ ბოლოს და უბრალოდ გადაჭრი გადასაჭრელ სიტუაციას, თუ უბრალოდ დარჩები იმ ჩაკეტილი წრის მდგომარეობაში, რაშიც იმყოფები. მეტი სიმტკიცე, მეტი რწმენა საკუთარი თავისი, საკუთარი პოტენციალისა და ყველაფერი გამოგია. მთავარი არის მეტად იყო ორიენტირებული იმაზე, რაც გჭირდება რეალურად და რაც გინდა. ასეთი იყო პირველი ვარიანტის ასებული ინფორმაციები. დამიწერეთ რამდენად ახლოს იყო თქვენთან, გადავდივარ მეორე ვარიანტზე. მეორე ვარიანტის წარმომადგენლებისთვის, ეხლა ამ მომენტისთვის რა ენერგიებში იმყოფებით. პირდაპირ მნიშვნელობით მეჩვენებს, რომ საკმაოდ გააქტიურებული არის თქვენთვის მთვარის ენერგიები. შეგრძნებები, ინტუიცია, განსაკუთრებით შესაძლებელი არის ძილ შეღებულობდეთ გარკვეული სახის ინფორმაციებს, რომლებიც თქვენთვის გამაფრთხილებელი იყოს წინასწარ ის, რაც ხდება, შეიძლება იცოდეთ უკვე, ხო? ამ მომენტისთვის თქვენში არის გააქტიურებული წყლის ენერგიები, წყლის სტიქიის ენერგიები და პირდაპირ მნიშვნელობით გრძნობელობა, ინტუიცია, შეგრძნებები, შეიძლება უფრო მეტად სმენა გაგიმძაფრდეთ, შეიძლება უფრო მეტად ყნოსვა გაგიმძაფრდეთ. ეს არის თემა, რომ თქვენში რაღაცა გარკვეული სახის ისეთი ენერგია ბობოქრობს, რომელიც რაღაც მომენტში შეიძლება უმართავიც იყოს. ეს ცუდი არ არის, უფრო მეტად ამ ადამიანების კატეგორიისთვის აჩვენებს, რომ არის რაღაცა
გარკვეული კუთხით სულიერი გარდატეხის პერიოდი, მოდი ასე ვიტყოდი, ხო? პერიოდი, როდესაც პირდაპირ მნიშვნელობით უნდა გადახვიდე ახალ ეტაპზე, უნდა გაიზარდო. ენერგეტიკული კუთხით, სულიერების კუთხით, ფიზიკურობის კუთხით, ეს არის შენთვის გამოცდის პერიოდი, რამდენად მიიღებ, ან არ მიიღებ საკუთარ პოტენციალს, საკუთარ შრომას რამდენად დააფასებ. უფრო მეტად გჭირდება, რომ მოიძიო ინფორმაციები იმ გარკვეული სიტუაციების მიმართ, რაშიც ვერ გარკვეულ ხარ და არა გაქვს პასუხები, ხო? ელემენტარული თუ ეს ეხება კონკრეტულად ცოდნის თემები იქნება, ზოგადად სიტუაციები ურთიერთობების კუთხით, რაღაცისთვის ვინმეს რომ მიმართო დასახმარებლად ეს ერთხელი არ არის. მოდით ვნახოთ დამატებითი რჩევა თქვენთვის როგორი იქნება ამ მეორე ვარიანტის წარმომადგენლებისთვის არსებული ინფორმაცია. მეორე ვარიანტის წარმომადგენლებისთვის არსებული სიტუაცია არის ესეთი, რომ თქვენ ყოველთვის გაკვირდებიან უზენაესი ძალები და ყოველთვის რაღაცა კონკრეტული სერიოზული გადაწყვეტილების წინაშე როდესაც გეხართ, ყოველთვის გაძლევა ინფორმაცია, მინიშნებების სიზმრების სახით იქნება, პირად ცხოვრებაში ციფრების სახით მოდის ინფორმაცია, ყველანაირად სამყარო გიგზავნის აი ამ რაღაც მინიშნებების თემას. უბრალოდ შენ ყოველთვის რატომღაც შეიძლება აიგნორებდი ან შიშის მომენტები გქონდეს. მეტად მოусმინე საკუთარ თავს, მეტად იყავი ორიენტირებული საკუთარი თავის განვითარებაზე და შეგრძნებებზე. მეტი დრო გქონდეს ბუნების ძალებთან, მეტი დრო გაატარე შეძლების თაგვარად, როგორ მოგიხერხდებათ ბუნებაში. აი ეს გჭირდება ყველაზე მეტად. აი ესეთი იყო ამ ვარიანტის არსებული ინფორმაცია, გადავდივარ მესამე ვარიანტის წარმომადგენლებისთვის. მესამე ვარიანტის წარმომადგენლებისთვის ამ მომენტისთვის რა ენერგიები არის აქტიური. თქვენთვის ამ მომენტისთვის აქტიური ენერგიები არის რწმენის ენერგიები და აქტუალური თემა არის, რაც შეიძლება გაიღრმავოთ რწმენა. ახლა ეს რას ნიშნავს? თუ თქვენ ამ მომენტისთვის იმ დონეზე არ გაქვთ რწმენის სიტუაცია, როგორც შეიძლება წინა წლებში გქონოდათ, გჭირდებათ უფრო მეტად რწმენა გქონდეთ იმის, რომ პირველი ყველაფერი უკეთესობისკენ იქნება, ის რომ ყველაფერი კარგად იქნება, მეორე სარწმუნოებრივი რწმენა, ანუ რელიგიური რწმენა იმ ეგრეგორის მიმართ, რომელშიც იმყოფებით, ან თუნდაც თუ რაღაცა კუთხით ცვლილებას ფიქრობთ, ან რაიმე გინდათ რომ შეცვალოთ თქვენ ცხოვრებაში, ხო? გინდათ მაგის კუთხით წახვიდე, არ აქვს ამას ასეთი მნიშვნელობა. მეტად ორიენტირდი რა არის შენთვის პრიორიტეტი, რატომ ირჩევ ამას, რისთვის გჭირდება. აი მეორე ვარიანტი შედარებით უფრო მეტად გავს მესამე ვარიანტი, ეს არის სულიერი გარდატეხა სარწმუნოებრივი კუთხით, აი აქ რასაც მიჩვენებს. უმეტეს შემთხვევაში შესაძლებელი არის გარკვეული კუთხით თქვენთვის ხსნის თემა იყოს ზუსტად სალოცავში წასვლის თემა, ვისთვის რა მიმართულებით არის წმენის თემა, ხო, აი რაღაცა გჭირდება შენ ამ ადამიანის კატეგორიას, რომ გწამდეს რაღაცის, ხო, გჯეროდეს რაღაცის. ვისთვის რა იქნება სარწმუნო და დასაჯერებელი, ეს უკვე თქვენი არჩევანი არის. უბრალოდ ამ ადამიანებს ამ ეტაპისთვის მეტად სჭირდებათ რწმენა, რომ გაამყარონ საკუთარ თავში. ეს იქნება რელიგიური, ეს იქნება, რა ვიცი, ვის წამს, ხო, ვიღაცას უცხოპლანეტელების წამს, ვიღაცას შეიძლება პირობითად ვისი რა სჯერა ესე ვიტყოდი. თავარი არის რომ რაღაცის რწმენა გქონდეთ. ოღონდ ეს არ უნდა იყოს ფანატიზმის თემა, არამედ რწმენა და მოხდია კონკრეტული რაღაც ეგრეგორი დავარქვათ, ენერგია დავარქვათ, ხო ეს უკვე თქვენი ის არის. ეს გჭირდებათ რეალურად. აი ამ რაღაცა თითქოს ჩამოყალიბების პროცესში ხარ, რომ არჩევანი გააკეთო, რა საირჩევ. და რჩევა თქვენთვის ანალოგიურად რა იქნება. აქაც ორი კარტი ამოყვა. ლამასი და სამყაროს ხე. აქაც ვიტყოდი ესეთ რაღაცას, რჩევის სახითაც პირდაპირ სამყარო ამოდის. ეს არის მდგომარეობა, როდესაც უკვე დრო არის მზად იყო მოსავლის აღებისთვის. მოსავლის აღებისთვის რას გულისხმობ? ის რაც მომზადებული არის შენი ცხოვრებისთვის, ის რასაც მთელი ცხოვრება გაურბოდი, გინდა თუ არ გინდა, ის მაინც მოხდება. თავარი არის შენ რამდენად სწორად გაქვს გადაწყვეტილებები მიღებული. აი აქ პირდაპირ მნიშვნელობით რჩევის სახით რაც ამომდის, მიიღე საკუთარი თავი მინუს პლუსის მდგომარეობით. მიიღე ისეთი როგორიც ხარ, მეტად გქონდეს საკუთარი თავის იმედი, მეტად გქონდეს საკუთარი თავის რწმენა. ნუ უარყოფ და ნუ ცდილობ ისეთი აჩვენო საკუთარ თავს თავი, როგორიც რეალურად არ ხარ. ნუ ცხოვრობ გარშემოყოფების ცხოვრებით, ნუ ცხოვრობ სხვისი ცხოვრების სიტუაციით, ვის რა შეიძლება მოეწონოს. დარჩი ისეთი, რაც რეალურად ხარ და მეტი წარმოჩინება საკუთარი თავის ამ კუთხით. აქ საკუთარ თავზე გაქვთ ფსიქოლოგიური კუთხითაც სამუშაო არსებული ვარიანტის წარმომადგენლებს.
გესურვებთ წარმატებას, ბედნიერებას, კარგად ყოფნას, მათ ვისაც გჭირდებათ პირადი კონსულტაციები, შეგიძლიათ დამიკავშირდეთ ამ კონკრეტულ საკითხზე ან ნებისმიერ სხვა საკითხთან დაკავშირებით Facebook-ის ან Instagram-ის გვერდზე. ნახვამდის მომავალ შეხვედრამდე.